საქმეში თითქმის ყოველ წელიწადს მე იქ ვიყავ ჩემ ბენთან ერთად ჩანქი აი აქედან ვიწყებ მე კარგიდან ვიწყებ არაჩვეულებრივი დავით გამრეკელი ჩვენი არაჩვეულებრივი საქართველოს მომღერალი ესენი ხვდებოდნენ იქ საზაფხულო თეატრში სოლო კონცერტები ჯაზი ეს უყვარდათ უკვე ჯაზი ახალგაზრდებს ეს მაგნოლიებს ყრიდნენ ჩემს სცენაზე არაჩვეულებრივი გაგრა იქ საკონცერტო დარბაზში აი ამას ვიწყებ იმიტომ რომ ეს იყო ჩემი სიყვარული და დარჩა კიდეც სიყვარული სხვათა შორის აფხაზები ხელის გულზე მატარებდნენ მე ძალიან უყვარდი ვერაფერს ვერ ვზნობდი ისეთ სასურველო როგორიც გადაგვყიდეს ჩვენ ეს ხალხი არაჩვეულებრივი ხალხი ჯობია რომ მე აფხაზეთი გამახსენდეს როგორც საუკეთესო ადგილი ჩემი ხელოვნების და ჩემი ახალგაზრდა ლამაზი ცხოვრების ლამაზი გოგო ვიყავი ახალგაზრდა უკვე ვღეროდი ბიგ ბენთან ჯაზს მიყვარდა ხალხს უყვარდი მე პლაჟზე არ გვიშვებდნენ ქალები და კაცები ერთად არ შეიძლებოდა ერთხელ გადავირბიდე მე და მომზადეთ და გამომიწერა შტრაფი მეოთხე დღეს კონცერტი მაქვს ბატონო თქვა დიჟოფნერთ არა ხოდა ესეთი რაღაც უი რასამო ერთხელ მოვიდნენ ჩემთან და პოლიციიდან და აკაბატონო გიური შემოსულია თქვენზე განცხადება რა განცხადება თქვენი იმისთვის საქსოფონისტვის გაგერტყიათ სახეში და თვალი ამოუვარდა მეოთხე როგორ გეკადრებათ აი ეს ვიცი რომ ჩვენ ესე გვითხრეს როგორ გეკადრებათ აი მომზადეთ და ყველაფერი მოყევით მე უთხარი დაუძახებ ახლა მე არ არისო წავიდაო ჩემშები იყო გადაფრინდებაო ლენინგრადშიო დედას აკოცებს შეეხუტებაო და ჩამოვა მე უთხარი არ არის ეს ბიჭი აი ხედავთო გადამალეთო მოკლედ მივხვდი მე რომ ვიღაცა საშირილი აფხაზი გადამეკიდა მე არაჩვეულ აფხაზებში ერთი აფხაზი გამოჩნდა დაკურებული ვიყავი ეს პოლიციელი არაფერი საქმე არ მაქვს მე პოლიციასთან არ მქონია დროს და ვიფიქრე რომ ახლა მე დავაკავშირებ ბატონი ილიკოს დაურეკავ და დაურეკებოდ როგორი მღერეთო რა მე უთხარი კარგად ყველაფერი კარგად არის მაგრამ უბედურებაში ვარ ჩავარდნილი რა მოხდა არ ვიცი მე უთხარი რა მოხდა ესე იგი მაბრალებენ რაღაცას და როგორ მოვიქცე მეთქი და დამაკავშირებ თუ არის ვინმე კი მე უთხარი აგერ დგას პოლიციელი და დავაკავშირე და ნუ იქიდან მოთხრა ალბათ რომ შენ სამობრას ხონქი ხوار ხარ და ასე შემდეგ იცი ვინ იყო ვინ არის და მე უთხარი მე იცი რომ დღეს უნდა გიმღერო მე უთხარი რა მოკლედ ეს ჩაიშალა ეს საქმე მაგრამ საღამოს მოაწყდა ხალხი საკონცერტოს არც აღარც ბილეთებია აღარც ადგილია ხო იცი საკონცერტო დიდი დარბაზი ხო და მოკლედ ვიმღერეთ და ყოველ დღე თითქმის ვღეროდით არ გვიშვებდნენ 10 დღე მე ვიარეთ წავედ წაგვიყვანეს სადღაც გვატარეს პლაჟი ისა
ყველაფერს გვიყვებოდნენ სოხუმზე, ესე იგი ეს რა ადგილია, ეს რა ქანდაკება, ეს როგორ იყო, რა იყო, ესე იგი უძველესი ადგილი და უძველესი ულამაზესი ხალხი და ულამაზესი ადგილი, როგორ დავკარგეთ ჩვენ, როგორ დავიღუპეთ, აი მაჟროლებს რომ ლაპარაკობ. ჩემი ახალგაზრდობა იგი დავტოვე მე. ეხლა ჩამოვედით და მე სოპოტში მაგზავნიან საერთაშორისო აღარ მოყვები როგორ იყო რა იყო ხო და მღერი მე იქ მთელი ამბავი პირველი დღე მეორე დღე მე გამოცხადება და მოკლედ გრან-პრი მივიღეს გრან-პრი ჩამოვედით თბილისში და ესეთი კაკაბაძე ზალ კაკაბაძე რეჟისორი ხო იცი ხო და აი ეს დამეჯახა პირველ ახზე მე მოვდივარ ეხლა მესამეები ყველას მკოცნიან რაღაც მილოცავენ და მოდი აქო მე ვთქვი აქა ვარ მოდი შენ მოდი რა იყო ზალიკო ბატონაკაცი რა იყო კაცო და რო დაგლიჯე იქაურობა და 50 ქვეყანას რო სცემე და წაართვი ეს არავინ არ მიცემია შენ ცემაზე ლაპარაკობ ხო აი სოხუმს ვიხსენებ რომ დაგაბრალეს შენ ხო და მე ვთქვი რა გინდა მეთქი ზალიკო და რა მინდა და მე მინდა შენზე ფილმი გადავიღო კი ბატონო მე ვთქვი მთელი შენი სიმღერები კარგი დაიწყო ჯერ იქ პირველ რიგში გადაიღო ხესთან ეს ბუძეთ მუსიკა ეს სტარი ვერდიევი ხო იყო თბილისელი კომპოზიტორი და იმის სიმღერა მაგარი სიმღერა და ის ფესტივალზეც ვიმღერე გრან-პრის დროს და გადაიღო არა წავედითო საწავედით სოხუმში დავჯექით გემზე და დავიწყეთ გადაღება სოხუმში ეს ჩემი ფილმი მღერის გიული ჩოხელი ძალიანად არის გადაღებული სოხუმში აი გინდა მაჩვენო ის გემი მე გემზე ვარ ასული ესე ხადა ოპერაცია მღერი მე მოვდივარ პირსზე მღერი ზღვაზე სიმღერას არაჩვეულებრივი სიმღერები მსეთი რითმული და ისა ხო და მე მეუბნება ეხლა შენ უნდა აიღო ეს წყალში რომ მიდის მე ვუთხარი მე ვიცი ეკრას აი ხო დაჯექი მიდია გავაკეთე პირველად ცხოვრებაში რომ დამგლიჯა იქ კიდაღამ დავიჭე და გადმოხტვე მიჭები რასაშო მე ვუთხარი აი იგივე და მე მართლა მე ჩეხოსლოვაკიაში მე ვუთხარი რა დაგემართლა მე ვუთხარი ბრომა დამიძახა მე და ფილმით გადავიღეს და იყო მთელი ამბავი და მითხრა რომ რაიც თხენი ნახე იჯდა ხარ თხენზე კი მე ვუთხარი როგორ ქართველი ვარ მე ვუთხარი ცენზე როგორ აღწერა და შემსა სამცხენზე და რომ ცემე ხლა არ იმძევა ეს არ მიდის იმიტომ რომ მე ვაფშე პირველად ვზივარით აი ესეთი ისინი რა ქვია ცხირის ისინი გადაღებული მაქვს სურათი გაგიჟებული ცხენი რამის გაგიჟდეს და ბოლოს გამკრა ესა და იმ დირიჟორი იდგა გვერდზე და ესე დამიჭირა და ჩამომსვა და რატო მე ვუთხარი ეთყობა ცუდ ხასიათზე იყო მე ვუთხარი ეს თქვენი ცხენია და ჩემი ცხენზე მე ვუთხარი მე ვაჭენებ მე ვუთხარი მე თიული ვარ ბატონო მე ვუთხარი თელი მაქვს მოვლილი аса ტრიპაჩობ და ჩამეხუტა და მეთქვა შენ ჯაზი იმღერე გირჩენია ცხენზე აღარ დაშტევ ამერიკაში დავდიოდი თითქოს ჩამოვედი ახლა ამერიკიდან და აქ არის უბედურება რაღაცა ბორბლები ყრია აფთებენ რაღაც კოცონებს ჩემეროში საჭმელებს აკეთებენ კოცონებს და თიანები დაკეთა
არავინ არ მესწავლება, ვერ ვიფიქრე ჩამოვედი ამერი, არაფერი სიჩუმეა რაღაცა და ახლა პური არა მაქვს მე, ხო და აბა ჩქარა ხო ვიცი სადღაც ფურნე, ხო და ესე გადავდი არ არის და უნდა გადავიდე და ამ დროს მოდის აი ესე მანქანა, ამერიკული მანქანები როა ხო იცი ღია ესენი სამხედრო მანქანები, ავტომატები ცხედან ბიჭები და გაუშვეს. ერთი ალბათ გადახება. თქვენ ესა და იქიდან ახლოს არის გესმის, იქიდან ესენი ხელს ის პურის გამყიდველი. ხო და მეჩქარა ჩქაზე გადავდი, რა არის კინოს ვიღებ. რა კინოს ჩამოდი ახლა პადუალში ვზივართო. რა იყო? აი ესეა, ომი დაიწყო. ვზივარ ტელევიზორს უყურებ, მე რა გრამაკ და ვიწყავ თავში ხელს. უცებ ხედა. მოდიან დედები არ შევიძლია თაზე მოდიან ბავშვები უჭირა ზუზუმწავრები უკვე სიცივია უკვე შეიძლება უკვე გარდაცვლილი ბავშვები უჭირა მოდიან თაზე მოდიან გაუბედრებულები ასე მიდია ამ ტრაგედიის შემდეგ მე უკვე გადავწყვიტე რომ მე არავითარ შემთხვევაში მე როდესაც დავდივარ ამერიკაში ფესტივალია თუ ჯაზ ფესტივალია თუ რაღაცა მე მოსკოვიდან აღარ მოვდივარ მე მოვდივარ თურქეთიდან მე ესე იგი 9 აპრილიც რო იყო იმის შემდეგ მე ფეხი არ დამიდგავს ხელნაწვდომი მოსკოვში არც რუსეთში შვილი დამეყობა მოსკოვში და იქ არის დასაფლავებული და მე ვერ ჩავედი კი არა არ ჩავედი როგორც გინდათ ისე გაიგეთ არა იტა შემთხვევაში აი გამიგეთ მე თითქმის რუსული ენა დამოვიწყდა აი რომ ვლაპარაკობ მე უხერხულება ხოლმე აი ვიღაცა რო არის ხო რა ვქნა ის ლაპარაკობს არა მე რო აზრი არ მედის არ იყურება აზრი რუსულად მორჩი. თელი საქართველოს უნდა დაჯდეს ერთმანეთზე, ვისაც ეხება ეს. უნდა წინ დაუჯდეს არავითარი ჭუბი. და უნდა გადაწყდეს ეს საქმე. გიული შოხელი გეუბნებათ რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, იმიტომ რომ თქვენ ეხლა ხართ ძალიან დატანჯული, უნდა დავსხდეთ და თქვენ აფხაზებო, თქვენ გენაცვალეთ, გონებას მოუხმეთ. არ გინდათ რუსები, არ გინდათ. დამიჯერეთ მე წამსვლელი ვარ 88 წლის ვარ. დიდ უბედურებაში ხართ გახოლოები. დაილაპარაკეთ და შევიგდით. დაივიწყეთ ცუდი და გაიხსენეთ ყველაზე კარგი ჩახუტული ბიოლოგია. აი ეს Thank you.